დერია ჩვენთან ერთად თამარ მოგესალმებით. მადლობა გაცემაში მონაწილეობისთვის. ჯერ იყო კობახიძის განცხადება დილით, რომელმაც თქვა, რომ აუცილებლად იქნებოდა მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება უზრუნველყოფილი ამ ორი დასანქცირებული ტელეკომპანიის შემთხვევაში და ახლა უკვე ნათია თურნავას განცხადება, რომელიც მე წავიკითხე, როგორ ფიქრობთ, ემზადება თუ არა ქართული ოცნება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. გამარჯობა, მივესალმები თქვენ მაყურებელს, დიდი მადლობა ინტერესისთვის. პირველი დავიწყებ იმით, რატო დასანქცირდა საერთოდ იმედი და რატო დასანქცირდა პოსტივი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსეთი დასავლური ცივილიზაციის და ზოგადად თავისუფალი ცივილიზაციის წინააღმდეგ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს. ამ ჰიბრიდულ ომში მას აქვს გარდა ცხელი ძალისა და უშუალოდ ღია შეიარაღებული კონფრონტაციისა მრავალი ინსტრუმენტი. ერთ-ერთი არის პროპაგანდა და დეზინფორმაცია. დასავლური სამყარო, თავისუფალი სამყარო ტელეიმედს და პოსტივის განიხილავს რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად და ამისი დასტური არის მათი მოღვაწეობა გასული წლების მანძილზე, როდესაც ისინი დასავლური სამყაროს დისკრედიტაციას ცდილობენ ყველანაირი ხერხებით და რეალურად მათი მაქებრები ამ მთელ მსოფლიოში დარჩნენ მარტო ზახაროვა, პუტინი, ლავროვი თუ გაიმეტებენ მათთვის საქებარ სიტყვას. ხო, აი ეს არის ეს მდგომარეობა გვაქვს. ანუ იმედიც და პოსტივიც დასანქცირდნენ როგორც რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები. რეჟიმიც, რომლის პროპაგანდის ორგანოებსაც ესენი წარმოადგენენ, განიხილება როგორც რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი. ამიტომ, როდესაც პროპაგანდა ლაპარაკობს იმაზე, რომ აი ჩვენი ქვეყნის საქმეებში ერევიან და ასე შემდეგ, ეს არის აბსურდი. ჩვეულებრივად მტრულ იარაღს, მათი ცივილიზაციისთვის მტრულ იარაღს ანეიტრალებენ და დიდი ბრიტანეთი მოქმედებს საკუთარი მოქალაქეების და საკუთარი ფასი აქვს მათთვის ამ სანქციებს. ანუ ხო ეთყობათ, რა ჩალისფასიც აქვს, მთელი დღეა ისტერიკა აქვს, ხო? ხედავთ ჩვენ, რა გამწარებულები არიან ყველანი, რა სიტყვებს იძახიან საერთოდ, რა სიტყვებით მიმართავენ, მას რა ქვია, რომ ვინ იყო იმედის ერთ-ერთი სოციმედიის გამორდა დადო, პოსტივიმ დადო, ეს ქარდი, იცით ხვალ რაზე მაქვს პროცესი? თალიბანის სირი უწოდე გორდულაძეს, იმის გამო რომ მინესოტაში მიმდინარე ამბები შეადარა საქართველოში მიმდინარე ამბებს და უთხარი დავწერე პოსტი რომ შეთალიბანის სირო იქ თავისუფალი სასამართლო არსებობს და რა შესაძლებელია, ანუ იქ თუ რამე დაირღვევა თავისუფალ სასამართლოში დაიჯება დამნაშავე და აქ თავისუფალი სასამართლო არ არსებობს, ხო? და ეს არის მთავარი განსხვავება და ზუსტად ამის გამო ხვალ არის არა გადაწყვეტილი არა ხვალ არის პროცესი 12 საათზე მე არ ვესწრები მე ამ კანონს არ ვაღიარებ მიმაჩნია რომ ეს კანონი მოდის სრულ წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპთან სიმართლე გითხრათ მინდა მოლოდინი გაქვთ აი ძალიან საინტერესო არანაირი მოლოდინი არა მაქვს რა მოლოდინიც არ უნდა იყოს მე ამ მოლოდინს მე რაც არ უნდა ქნას რაც არ უნდა ჩაიდინოს ხვალ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლემ მე ამას გამოვიყენებ ჩვენი მე ამას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის ძირის გამოსათხრელად გამოვიყენებ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ ჩემ წინააღმდეგ რასაკვირველია მზათვარ არა მარტო მზათვარ არამედ ყველაფერი გამზადებული მაქვს იმისთვის რომ ჩემი პატიმრობიდან მაქსიმალური სიკეთე მიიღოს წინააღმდეგობამ ეს ერთი და არავინ ჩემზე არ უნდა ინერვიულოს მე ძალიან კარგად გრძნობ თავს მარტოდ საკუთარ თავთან ანუ ეს ერთი მეორე რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რასაც აკეთებენ ხა ეს ფაფხური დაიწყეს ხო რეალურად საბანკო ისახსენე ნათია თურნავას განცხადება ბანკი არის ერთ-ერთი თქვათ მთავარი ორგანიზაცია რომელიც დამოკიდებულია საერთაშორისო წესრიგზე რომელიც დამოკიდებულია საერთაშორისო სისტემაზე ხო ამიტომ თურნავას განცხადება არის უბრალოდ ბრავადა იმიტომ რომ მაშინ ბანკები უნდა დაიხურონ ფიზიკურად ვერ შეძლებენ იმის გაკეთება საქართველოს ბანკი და TBC ნამდვილად ვერ შეძლებს იმიტომ რომ ბირჟაზე არის მართლაც მისცეს შესაძლებლობა მას საკუთარი ასე ვთქვათ ფინანსური რესურსი სანქციების გვერდის ავლით გაეტანა სამშვიდობოს. ჩვენ გვაქვს ამის პრეცედენტი. ჩვენ არ ვიცით რა გააკეთეს ზუსტად და გაიტანეს თუ არა. მე რაც ზუსტად არ ვიცი, იმაზე არ ვლაპარაკობ, არ ვიცი მე ზუსტად ბანკებმა არის ის შესაძლებლობა მიცეს, მე იქ არ ვიყავი ჩემოდნებით, რომ იმას ფული გაქონდა. თუმცა ფარცხალაძისთვის რომ თურნავამ დაუშვა სპეციალური გამონაკლისი, ეგ ვიცი ზუსტად და თურნავაც ზუსტად ესევე დასანქცირდება. როგორც რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი, რომელიც ებრძვის დასავლურ ცივილიზაციას. ზუსტად იგივე მოუვა, ანუ ეს გარდაუვალია, აი როგორი გარდაუვალია, იცით, როგორც არ ვიცი მე რაღაც დღის მერე რო ღამეა. აი დაახლოებით ესეთია. თუ დროზე, თურნავამ უნდა ილოცოს. რომ ჩვენ რეჟიმი შევცვალოთ იქამდე, ვიდრე მასთან დაიჩოქებს აკლემი. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ოხრად დარჩება ყველაფერი, რისთვისაც აი ამდენი იცოცა და ყველა მთავრობას მოერგო. თქვენ როგორც ყოფილ მედია მენეჯერს მინდა აქ კითხოთ.